მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან საგმის მადლობა იმის რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგაცნობთ, მე ვარ კატო. შეგახსენებთ რომ აქციები დაიწყო, ნოემბერი შემოდის და შესაბამისად როგორც ყოველთვის თვის დასაწყისში აქციები ძალაშია. ასევე მინდა გითხრათ რომ დღეს და ხვალ გეგმავ და დავგეგმე უკვე რომ 28-ში და 29-ში იქნება ესეთი აქცია, ერთი კითხვის ღირებულება იქნება 10 ლარი, მაგრამ შეგეძლებათ რომ დასვათ ორი კითხვა ამ 10 ლარის ღირებულებაში და ვინც ძველი არის ყველამ კარგად იცით რომ voice-ით ვაკეთებ, როდესაც კითხვების კუთხით ხდება ხოლმე გასვლა, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნება ვიდეო კოლით და შეგეძლებათ რომ თქვათ ერთი კითხვა, რომელიც თქვენ გექნებათ, მიიღებთ პასუხს და შესაბამისად პასუხიდან გამომდინარე თუნდაც დასვათ შემდეგი კითხვა, ხომ? და უფრო ვრცლად მიიღოთ ინფორმაცია, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ, დღეს რახან ესე ვთქვათ, ნოემბერიც კარზე მოგდგომია. მოდით გავაკეთოთ ნოემბრის ტენდენციები, ფინანსები, პირადი, ზოგადი, რას უნდა ერიდოთ, რა გაგახარებთ, ხო, რაღაც მსგავსი კუთხით, რომ ასე თუ ისე ცოტა იყოთ მომზადებული ნოემბრისთვის. მოკლედ, დავიწყოთ, მე დასტები შევარჩიე, რაღაცა ესე ვქნათ, პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, ანუ სამი ვარიანტი გვექნება. ნოემბრისთვის ტენდენციების მდგომარეობა როგორ იქნება თქვენთვის. შესაბამისად, გაგიმარტივდებათ აირჩიოთ დასტებით, პირველი ვარიანტი, მეორე და მესამე ვარიანტი და უფრო ასე ფერებში შეარჩიოთ, ან უბრალოდ რა ვიცი, 1, 2, 3 რიცხვის მიხედვით. ნახოთ. იმედია რომ თქვენ შეარჩიეთ უკვე თქვენი დასტა, ვინც ვერ შეარჩიეთ, ჯერჯერობით შეგიძლიათ დააპაუზოთ და ნახოთ, ხო, ისე მე დავიწყებ, გადავდებ დასტებს. დავიწყებ პირველი ვარიანტით. პირველი ვარიანტი ვინც აირჩია ჩვენი დასტა. ნახოთ. პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, რა ტენდენციები არის ამ თქვენთვის. ნახოთ. დავიწყოთ პირველ რიგში თქვენი ზოგადი ენერგიებით, ზოგადად რა ენერგიები იქნება. შემდეგ თქვენი ფინანსები, თქვენი პირადი ურთიერთობა, რა გაგახარებთ, რას უნდა ერიდოთ და რა თქმა უნდა რჩევაც ვნახოთ, რას გირჩევთ სამყარო. დავიწყოთ პირველი. რა ენერგიებში იქნებით? საკმაოდ კმაყოფილი იქნებით ენერგეტიკულად. ისე ვიტყოდი რომ ნოემბერი იქნება თქვენთვის სავსე გამოწვევების თვე, თქვენი თვითშეფასების კიდევ უფრო ამაღლების, იმიტომ რომ თქვენ შეძლებთ მიზნები, რომელსაც დაისახავთ, მიაღწიოთ, მიიყვანოთ მაინც იმ კონდენციამდე, როდესაც საბოლოოდ შედეგი დადებითი იქნება, ხომ? ანუ თქვენს მიერ წამოწყებული საქმიანობა, ეს იქნება კარიერული კუთხით თუ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, თქვენს მიერ დასახული სურვილები, მიზნები იქნება საკმაოდ წარმატებული, ხო? მოდით ნახოთ განსაკუთრებით რომელ სფეროში იქნება ყველაზე მეტად ეს ენერგიები. საკმაოდ კმაყოფილი იქნებით თქვენი ენერგიებით, ხო? აქ ასე ვთქვათ ნოემბერში რესურსი უფრო მეტად ესე ვიტყოდი რაღაცა ცვლილებები. ნახეთ თუ თქვენ უკვე გეგმავდით რაღაცა ცვლილებებს, გეგმავდით რაღაცა მდგომარეობას, რომ თქვენს ცხოვრებაში მოვიდა იმისი დრო, რომ რაღაცებზე თქვენივე გამოცდილებიდან გააკეთოთ, შეცვალოთ, იმოქმედოთ, ხომ? ეს მოქმედება, ეს მდგომარეობა თქვენთვის ნამდვილად იქნება დადებითი მდგომარეობის მომტანი. ესე ვიტყო, რომ თქვენი ცხოვრების
კურსი ნამდვილად იცვლება და იცვლება როგორც ჩანს სასიკეთოდ, ხომ? და ძალიან სასიამოვნო თქვენი ენერგიები შემოდის რაღაცა დადებითი, რომელიც თქვათ აქამდე ჩადეთ რესურსი, ჯერ არ გქონდათ მიღებული, არ გქონდათ მოპოვებული და საბოლოო ჯამში მოვიდა ნოემბრის თვე, როდესაც სამყარომ უნდა დაგიბრუნოთ ეს თქვენი მიერ ჩადებული რესურსები კეთილად და სიყვარულით. ნახოთ, ფინანსური კუთხით. ფინანსური კუთხითაც საკმაოდ კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ აქ იმპერატრიცა არის, აქ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი გააჩნია, პასუხისმგებლობები, რომელიც გაქვთ აუცილებლად გაართმევთ ამ ყველაფერს თავს, თქვენ გექნებათ ესე ვთქვათ, გამოწვევები, მაგრამ ამ გამოწვევებს პირდაპირ ვიტყვით, რომ ნამდვილად გაართმევთ თავს ფინანსურად. ნახეთ, აი თუ თქვენს მდგომარეობაში იქნება ისეთი რაღაცა განცდა, რომ დავიღალე და აღარ მგონია, რომ ფინანსური რესურსი რაღაცა წინ წავა და რაღაც გამოვა, მე გეტყვით, რომ არ შეყავდეთ, არ იფიქროთ ნეგატიურად, არ იფიქროთ, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ სიტყვები ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენზე, ჩვენივე სიტყვები, ხო, ანუ ჩვენ თვითონვე ვახერხებთ იმას, რომ გავთვალოთ ჩვენი თავი. აქედან გამომდინარე, მაქსიმუმად იყავით დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ ყველაფერი გამოგდით, ყველაფერი კარგად იქნება და აი ეხლა, როდესაც უკვე უნდა მიიღოთ ის შედეგები, რომელიც მნიშვნელოვანი არის, ეხლა არ გააკეთოთ ისე, რომ დავიღალე და აღარ ვაგრძელებ მომბეს და ყველაფერია, ხო, რაღაცა ეს მომენტი არ ჩართოთ, ძალიან კარგი იქნება. ფინანსურად გეყოლებათ არც პარტნიორი თუ დამხმარე ადამიანი, რომელიც თქვენ შრომას, თქვენს ჩადებულ ენერგიებს ნამდვილად სწორი მიმართულებით დაინახავს და აუცილებლად ექნება ის განცდა, რომ არ ვიცი ხა დაგაწინაუროთ თუ ხელფასი მოგიმატოთ თუ უბრალოდ ბიზნეს პარტნიორია და რაღაც თქვენი იდეა მოეწონება და უფრო თქვენს იდეას დაეყრდნობა, ну ყოველ შემთხვევაში ფინანსურად ნამდვილად გექნებათ საშუალება იმის, რომ აისრულოთ თქვენთვის სასურველი მდგომარეობა, მთავარია აქ აქტიურობა არ დააგდოთ, ანუ არ დაიღალოთ და არ თქვათ, რომ მომბეს და მე აღარაფერს აღარ ვაკეთებ, ხო? პირად ურთიერთობას ამბობთ. აი პირად ურთიერთობას მიმართებაში შესაძლებელი აქ რაღაცა პატარ-პატარა კონფლიქტური სიტუაციები გქონდათ, რაღაცა გაურკვევლობები. ну ეს იცით როგორი მომენტია, ეს არ არის კონკრეტულად რაღაცა ჭუბი ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანები იშლებიან, ხო? ეს არის უბრალოდ ის მომენტი, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა პატარა ბალანსის დაკარგვის მდგომარეობა. ნახეთ, შეიძლება ეს მომენტი იყოს აქ რა მომენტი ისეთ, რომ აი ცოტა ხანი გადავიღალე და უნდა დავისვენოს მდგომარეობა და აქედან გამომდინარე ცოტა პატარა-პატარა გაურკვევლობები შეიძლება გქონდეთ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში. ნახეთ, შეიძლება რაღაც ისეთი მდგომარეობაც იყოს, როდესაც უბრალოდ ცვლილებების მდგომარეობა. როგორი მომენტი ის ცვლილებები, იცით, ნახეთ როგორ ავხსნი ხა ამ სიტუაციას. გაქვთ ურთიერთობა, ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, ძალიან კარგი მშვიდად არის ყველაფერი და ხვდებით, რომ იცით ეს მშვიდაც უკვე ძალიან მოსაბეზრებელია. რაღაცა გჭირდება აქტიურობა, რაღაც გჭირდება ემოცია, განახლება, სულ ვიწახი ხოლმე, რომ როდესაც ფსიქოლოგიური კუთხით წყვილებთან მუშაობ, სულ ვეუბნები, რომ აი ნუ ყველა მით უმეტეს, როდესაც ხართ ცოლმკრულ ურთიერთობაში, იქ ყოველთვის ჭირდება განახლება, იმიტომ რომ იმდენად რუტინაში გადადის მე ეს სიტუაცია, იმიტომ რომ იქ ბავშვებია, იქ ყოველდღიური ოჯახის საქმეა, იქ პასუხისმგებლობებია და ხან გვავიწყდება, რომ ერთმანეთს უბრალოდ ხანდახან ერთი ყვავილით რომ მიუტანოთ რაღაცა ერთი სადილი რომ დავახვედროთ და უბრალოდ ერთმანეთთან კომუნიკაცია და საუბარი გქონდეს, უფრო რაღაცა საინტერესო გახდება ურთიერთობა თქო. აი ზუსტად ეს მომენტი არის. აქ პირად ურთიერთობაში გჭირდებათ რაღაც განახლება, ერთმანეთთან კომუნიკაცია შესაძლებელი აქ რაღაც მომენტში ქალაქიდან გასვლაც არ იყოს ცუდი თქვენთვის, იმიტომ რომ ეს მოიტანს თქვენთვის რაღაცა ემოციებს, ახალ ემოციებს, ახალ მოგონებას, რაღაც მეორე მესამე დღეს
გაიხსენებთ, რომ აი თქვათ გუშინ წირო ვიყავით იქ, როგორი რაღაცა სასაცილო სიტუაცია შეგვემთხვა, ან რაღაცა მოხდა ისეთი მდგომარეობა, ხო? აქ აი ეს გჭირდებათ. რა გაგახარებთ? გაგახარებთ ის, რომ თქვენი ემოციები ნამდვილად მოახერხებენ დაალაგებას, დამშვიდებას, შეიძლება ვთქვათ მატერიალური კუთხითაც თუ რაღაცა პრობლემები გქონდათ, ესეც აღმოიფხრება, თქვენ იპოვით, ესე ვთქვათ, გასაღებს, თქვენ იპოვით იმ მდგომარეობას, როდესაც არჩევანს გააკეთებთ იმდენად სწორად, რომ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. თქვენ რა გაგახარებთ, ანუ იმ ილუზიებში, იმ რაღაცა შიშებში თუ იყავით, სადაც თითქოს რაღაც ვერ ახერხებდით გამორჩევას და ემოციურად გქონდათ რაღაც პრობლემური მდგომარეობა, თქვენ მიხვდებით, რომ ყველაფერი დაალაგდება, ყველაფერი კარგად იქნება და გამოდიხართ, ხო, ნახეთ, ზოგადი ენერგიებით ძალიან ცივი არაჩვეულებრივი მდგომარეობა არის, აქ ფინანსურადაც ძალიან კარგად ლაგდება ყველაფერი, პირადშიც თუ კი გაითვალისწინებთ და ურთიერთობას რაღაც განახლებას მისცემთ, ეს ყველაფერი ერთობლიობაში მოგცემთ იმ ემოციას, რომელიც გჭირდებათ, ხო? აი ხა ვართ რაღაცა ცოტა ისეთი მოჭიმულ მდგომარეობაში, მაგრამ გაგახარებთ ის, რომ ეს ყველაფერი დასრულდება და ესე ვთქვათ, დამთავრდება თქვენს ცხოვრებაში, ხო? ის განცდები, რომელიც გიქმნით დღესდღეობით რაღაცა ეჭვებს, ეს ყველაფერი გაივლის, ეს ყველაფერი დასრულდება და მიხვდებით, რომ ის არჩევანი, რომელიც გქონდათ სამსახურობრივი კუთხით თუ პირად ურთიერთობის მდგომარეობით, ეს ის სწორი არჩევანი არის და ყველაფერი დაალაგებადი არის. მთავარია აქ კომუნიკაცია და არ დავყაროთ ფარხმალი, ესე რომ ვთქვათ. რას უნდა ერიდეთ? ყველაზე მეტად ერიდეთ ესე ვთქვათ, სიმარტოვეს, იმიტომ რომ როგორც ჩანს სიმარტოვეს მდგომარეობა ხა ესე ვთქვათ, არის სიმარტოვეშიც ის მომენტი, როდესაც გაანალიზებას ვაკეთებთ, მაგრამ ხანდახან არის ის მდგომარეობა, როდესაც შეიძლება მარტო ყოფნით მივიდეთ იმ განცდამდე, რომ აი არაფერი არ გვინდა, ხო? ნახეთ, როგორი მომენტია რაღაცა არ ჩაგითრიოთ ჭაობში იმ ფიქრებმა, რომელსაც იმ ნეგატიურმა ფიქრებმა, რომელიც შეიძლება განმარტოვების დროს არა მარტო გაანალიზებას, არამედ ნეგატიური ფიქრების მდგომარეობაც ხშირად არის ხოლმე, ხო? რას უნდა ერიდოთ? უმოქმედობას უნდა ერიდოთ, ზედმეტად ხარჯვას უნდა ერიდოთ ფინანსური კუთხით, ზედმეტად ისეთ კონფლიქტურ სიტუაციას უნდა ერიდოთ. რას უნდა ერიდოთ? უნდა ერიდოთ იმ აი როგორ გითხრათ, ნახეთ, რაც შეიძლება მეტი აქტიურობა, რაც შეიძლება მეტი ენერგია, რაც შეიძლება მეტი მიზნები, რაც შეიძლება მეტი ესე ვთქვათ ემოციურობა უნდა გქონდეთ, ხვდებით, ანუ ნოემბერი არ არის ის თვე, სადაც თქვენ უბრალოდ უნდა დაჯდეთ და თქვათ, რომ მე აღარაფერი არ მინდა, აბსოლუტურად დავიღალე ყველაფრისგან, ურთიერთობისგან, იქ ფინანსური პრობლემების მოგვარებისგან, იქ რაღაცა სამსახურისგან და ასე შემდეგ, ხო? არა, ნოემბერი თქვენთვის უნდა იყოს პირიქით აქტიურობის თვე, პირიქით აქტიურობის მდგომარეობა, იმიტომ რომ ნოემბერი არის ის პერიოდი, როდესაც, ну, არ ვიცი, რასაც აქამდე ელოდეთ, ეს ყველაფერი უნდა ასრულდეს თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ნოემბერში თქვენი გონიერებით, თქვენი გაანალიზებით, თქვენი გამოცდილებით ხელში იღებთ ყველა იმ ფაქტორს, რომელიც მოგცემთ სიმშვიდეს, მოგცემთ სიმყარეს, მოგცემთ. აი ნახეთ, ნოემბერი არის გარდამტეხი თვე, როდესაც ადამიანის ცხოვრების ძალიან დიდი ეტაპი იწყება და ეს გარდამტეხის მდგომარეობა თუ მოხდა ისე, რომ გავუშვით ხელიდან და ჩავიქნიეთ ხელი რაღაცებზე, შესაბამისად შემდეგი თვეებიც იქნება ისეთ ზუსტად ისეთივე, როგორიც თქვათ მანამდე თვეები, როდესაც რაღაცა პრობლემური სიტუაციები ჰქონდა და ემოციური მდგომარეობა, ხო?
არ ჩაიქნიეთ ხელი, ან მაქსიმალურად ერიდეთ, რომ არ შეგიპყროთ სიმარტოვის მდგომარეობამ და რჩევა, წადით გამარჯვებისკენ, ისეთი არ ნახეთ, ზუსტად რაც გირჩიეთ და რაც გითხარით, ზუსტად იგივეს გირჩევთ სამყარო. წადით თქვენი გამარჯვებისკენ, მოვიდა დრო იმის, რომ თქვენ მიიღოთ ძალიან დიდი რესურსი, თქვენ მიიღოთ ენერგიები და ის რესურსები, რაც ჩადეთ, არ აქვს მნიშვნელობა პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, ფინანსებთან მიმართებაში, ზოგადად მეგობრებთან მიმართებაში, თქვენს განვითარებაში მოვიდა დრო, რომ ამ შედეგების მდგომარეობა, ისე ვთქვათ, გაამყაროთ, ხო? და მიიღოთ გვირგვინი, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს შემდეგი პერიოდისთვის. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტისთვის. ძალიან საინტერესო, საკმაოდ ნაყოფიერი, მაგრამ ცდუნებები ხსავს, ან ცდუნებები არის იმასთან მიმართებაში, რომ იქნებ რაღაცნაირად დაღლილობის შემოტევის მდგომარეობა რო გქონდეთ, რომ თქვენს მიზნებს აცდეთ, ხომ? ამიტომ ბოლო ძალებიც მოიკრიბეთ იმისთვის, რომ უფრო სასიკეთო წავიდეს ყველაფერი. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, მოდით ნახოთ მეორე ვარიანტი. რას დაგველაპარაკება, რას გვეტყვის მეორე ვარიანტი. ვინც აირჩია? მეორე ვარიანტი. ნახოთ მეორე ვარიანტის მდგომარეობა როგორ იქნება ნოემბერში. მეორე ვარიანტი. ზოგადი ენერგიები, რა თქმა უნდა, ფინანსები, პირადი ურთიერთობა, რა გაგახარებთ, რას უნდა ერიდოთ და აუცილებლად თქვენთვის რჩევა სამყაროსგან. დავიწყოთ ზოგადი ენერგიები. მეორე ვარიანტს აქვს რაღაცა ცოტა მტკივნეული პერიოდი, შეიძლება რაღაცა პატარ-პატარა დანაკარგების მდგომარეობა იყოს, როდესაც ადამიანი უბრალოდ უკვე არის დანაკარგების მდგომარეობა და ნოემბერში ვიწყებთ ამ ყველაფრის შეგუებას, ამ ყველაფრის რაღაცა გაანალიზებას, გაცნობიერებას. მოდით ნახოთ, რასთან დაკავშირებით არის ეს ყველაფერი. აქ არის ის მომენტი, როდესაც ნახეთ რაღაცა სირთულეები მოხდა, რაღაცა შეიძლება უფრო განსაკუთრებით ეს მომენტი იყოს უფრო ურთიერთობასთან მიმართებაში, ნამდვილად ურთიერთობასთან მიმართებაში და ნახეთ აქ ესე ვიტყოდი მეორე ვარიანტი, შეიძლება რაღაც ურთიერთობა დასრულდა, ან უკვე დასრულების ბოლო ეტაპზე ხართ და ნოემბერში თქვენ იწყებთ ამ ყველაფრის შეგუებას, ამ ყველაფრის გაანალიზებას და რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი, რაოდენ მძიმე სატარებელი ტვირთიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი, თქვენ ახერხებთ იმას, რომ ხელში აიყვანოთ თავი, მისცეთ თქვენს თავს იმის პირობა, რომ ყველაფრიდან გამოხვალთ, ყველაფერს გააკეთებთ, იმისთვის რომ იყოთ ბედნიერი, ხომ? თქვენ გექნებათ გამონთავისუფლების პერიოდი ენერგიების, როდესაც მიზნების დასახვა დაიწყება, როდესაც საკუთარი თავის აღდგენა დაიწყება, აქ შესაძლებელია ვიღაცას ჰქონდეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ნოემბრის თვეში არ ვიცი, რატომღაც მოდის ეს, რომ მიმართოს რაღაცა რიტუალებს, მიმართოს რაღაცა ეზოთერიულ კუთხეს, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია თვითონაც ჩაიტეროს რაღაცა პატარ-პატარა წმენდები თუ პრაქტიკები, ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი ეცდება, რომ ყველაფერს გაართვას თავი და აღიდგინოს თავისი რესურსი, ხო? ანუ ნოემბერი ზოგადი ენერგიები იქნება თქვენი რესურსის აღდგენა, ენერგეტიკული აღდგენა და რაღაცნაირად დაბალანსების მდგომარეობა, როგორი სირთულე, აი რაღაცა ცისკო სიმძიმის, ან ბოლოში გასვლის მდგომარეობა, ხო? ეს რაღაცა მძიმე ტვირთს მიგვაქვს სახლში და აი უკვე კარებთან მივედით, რომ უკვე მოვიხდით ამ ტვირთს, დავდებთ და განთავისუფლდებით, ხო? ფინანსური კუთხით.
ფინანსური კუთხით მოდით ესე გეტყვით, აქ არიან ადამიანები, როგორც ჩანს, რომლებიც პარავენ ენერგიებს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ხო, ფინანსური კუთხით აქ არ ვიცი, რატომღაც გაქვთ ცოტა პრობლემური სიტუაციები, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, არ ვიცი, აქ ვიღაც ესან შეიძლება ცოტა ისეთი ნეგატიური მდგომარეობაც არის, იმიტომაც წამოვიდა ის ენერგია, რომ აქ შეიძლება წმენდები ჩაიტაროთ, ანუ არის აქ რაღაც ისეთი სიტუაცია, როდესაც ხვდებით, რომ ეს ცხოვრება აღარ შეიძლება დამთავრდეს უნდა და გამოსწორდეს ხომ აქ ესე გეტყვით მეორე ვარიანტმა თუ რაიმე საბუთებთან გექნებათ ესეთი შეხება, რომელიც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის ფინანსურ კუთხესთან ან ბინის გადაფორმება ან რაღაცა მსგავსი მომენტები ძალიან კარგად დააკვირდით ყველაფერს. აქ არის საშიშროება იმის, რომ ნოემბერში რაღაც ისეთი პერიოდი დადგეს, როდესაც თქვენ დანაკარგი მიიღოთ, ხომ? ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ნოემბრის თვეში ფინანსურად ყველანაირად არავინ არ ჩაახედოთ, არ გაასესხოთ, იმიტომ რომ აქ არის სამწუხაროდ მეორე ვარიანტთან დანაკარგების მდგომარეობა და ეცადეთ, რომ აი თქვენ ზედმეტი ხარჯი არ გააკეთოთ, ხომ? აი რაღაცა უცბად ემოციას ავყევით, რაღაცა 101 ფეხსაცმელი ვიყიდეთ და აღმოჩნდა, რომ ეს 101 ფეხსაცმელი საერთოდ არ გჭირდებოდა და დავრჩით რაღაცა აღმოვაჩინეთ, რომ ვეღარ ვიხდით კომუნალურს, თქვათ ესე პირობითად ესე რაღაცა მარტივად რომ ავხსნა ხო სიტუაცია. აქ არის ისეთი ენერგიები, ხა უბრალოდ ფიზიკურად რო გაჩვენოთ ეს არკანები, არის შვიდიან ხმალი, აქ არის კოშკის მდგომარეობა, აქ არის მთვარის მდგომარეობა, ანუ აქ არის ის მომენტი, როდესაც არის სირთულეები ფინანსური კუთხით, ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ ფინანსური მდგომარეობასთან მიმართებაში ძალიან წერტილი მძიმით გაარკვიოთ და გაარჩიოთ ყველაფერი, ხო? პირადთან დაკავშირებით რაც შეეხება, აქ რაღაცა ემოციური მომენტები არის, როგორც ჩანს, პირადი თითქოს უფრო დაალაგებისკენ მიდის. პირადთან დაკავშირებით. იცით რა არის, აქ პირადთან დაკავშირებით მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ შეიძლება ჯერ არ ხართ გასული. არა, ნახეთ, პირადთან დაკავშირებით აქ იქნება რაღაცა ემოციური მდგომარეობა, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია. აქ ცოტა გამოცდილების მდგომარეობაც ჩაგერთვებათ, აქ იქნება ის სიტუაცია, როდესაც ერთხელ უკვე შევწდი და მეორედ აღარ მინდა შევწდე. მე ესე ვიტყოდი, რომ პირადთან მიმართებაში წასული პარტნიორი რატომღაც გამოჩნდება, არ ვიცი რატო ვაპირებთ გამოჩენას, მაგრამ ეცდება რაღაცა განახლებას, მაგრამ აქ იქნება ისეთი მომენტი, როდესაც თქვენ უნდა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, ხომ? აქ ექნება თქვენ არჩევანის გააკეთების მდგომარეობა, როდესაც გინდათ თუ არა კიდევ ის იმ ლაბირინთში და იმ რაღაცა გაურკვევლობაში იყოთ თუ შეეგუოთ და რა გახვედით, რა ხან გახვედით ბოლოში, გაყვეთ ბოლომდე და დაასრულოთ, ხო, ეს რაღაცა სირთულეები. იცით რა მომენტი აქ შეიძლება ითქვას, რომ მეორე ვარიანტი შეიძლება აქვს ეს მდგომარეობა, როდესაც პირადი ერევა, ფინანსური კუთხითაც ირევა. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ პირადის ემოციები აკონტროლოთ იმისთვის, რომ ფინანსური პრობლემები არ შეგექმნათ, რომ აქ როგორც ასეთი თითქოს რაღაცა ერთმანეთზე გადაჯაჭვულეთ, თუმცა აქ მე არ გამოვიწყო, რომ ფინანსური კუთხით თქვენ რაღაცა ნეგატიური ზემოქმედების მდგომარეობაც გქონდეთ, ვიღაცის თვალი, ვიღაცის რაღაცა შური, თუ რაღაცა კონკრეტული ზემოქმედებაც მეორე ვარიანტი, ისე რომ გირჩევდით, რომ გადაამოწმოთ მაინც თქვენი საჯაროა ზოგადად და თქვენი ენერგიები თუ დააკვირდებით, რომ ფინანსური კუთხით სულ ერთ წრეზე ტრიალებთ თითქოს ხომ, კარგად შეხედეთ რა ხდება თქვენს თავს. რა გაგახარებთ? ახალი შანსები, ნახეთ, ახალი შანსები, რომელსაც სამყარო მოგცემთ. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც გადახდებათ რაღაცა. ნახეთ, ზუსტად ის მომენტია, თუ თქვენ აქ რაპორტს მიჩვენებს, რომ
მიმართავთ რაღაცა წმენდის მდგომარეობას და მიხვდებით, რომ თქვენი ენერგიები უნდა გაასუფთავოთ და დაალაგოთ, მაინდა-მაინც თქვათ ეზოთერიული კუთხით არ გეუბნებით იმას, რომ ვიღაცას მიმართოთ, ხო? ვიღაცას მიმართავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგი არის, რომ თქვათ უბრალოდ სანთელს უბრალოდ ეკლესიაში წავა რაღაცა თავისებურად, ხო? თქვათ მარილის წმენდას ჩაიწერს. ყოველ შემთხვევაში აქ რაღაცა განახლებებს ექნება ადგილი ენერგეტიკულად და თქვენ მოგეცემათ სამყაროსგან რაღაცნაირად შანსები ცხოვრების ახალი ეტაპის, ხო, რაღაცა გახსნათ ის გზები, რომელიც გაქვთ ახლა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას დაბლოკილი მდგომარეობაში, ხო. რა იქნება? გამოდიხართ იმ რაღაცა ჩარჩოებიდან, აქ რომელიც თქვენთვის ძალიან ასე ჩაბღაუჭებული, როდესაც არის ადამიანი ერთ რაღაცა სიტუაციას, თუნდაც ნეგატიური იყოს, ოღონდ შეჩვეული ვარ ამ სიტუაციას და აღარ მინდა, ხო, რაღაცა სამყარო პირით მოგცემთ რაღაც გამოსვლის, დანახვის საშუალებას, ხო, აქ ვიღაცასთან ნოემბერში შეიძლება ითქვას, რომ წარსულ პარტნიორთან ერთად ახალი პარტნიორის მდგომარეობაც გამოჩნდეს, ხო, თქვენ იქნებით ენერგეტიკულად განახლებულ მდგომარეობაში და თქვენ მოგეცემათ ახალი შანსები, სამყარო ყოველ შემთხვევაში ამას გპირდებათ, რომ გამოგიყვანთ იმ სიტუაციიდან, რომელშიც ახლა იმყოფებით, ხო, იმ მდგომარეობიდან, რომელშიც უბრალოდ აქ თქვენი ხელშეწყობაც სჭირდება სამყაროს. რას უნდა ერიდოთ? რა თქმა უნდა, აქ ნახეთ ფინანსურ დანაკარგებს უნდა ერიდოთ, ხო, როგორც ჩანს, აქ ფინანსებში ძალიან ისეთი სიტუაცია და გითხარით კიდევაც, რომ არასეც, ხო, და კარგად დააკვირდით ყველაფერს, ხო, ზუსტად იგივეს გავთხოვთ სამყარო, რომ ერიდეთ ფინანსურად ხარჯებს, ერიდეთ ზედმეტად ვინმეს ჩახედებას თქვენს ფინანსებთან მიმართებაში, ერიდეთ ვალებს, ერიდეთ ეს რაღაცა ციკლური მდგომარეობით მოქმედებს, ეს არის რაღაც ისეთი სიტუაცია, როდესაც თითქოს ადამიანს მე ესე ვიტყოდი, რომ ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობა, რომელიც ციკლურად მოქმედებს რაღაცა პერიოდი ლაგდებით, ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობა, რომელიც ნამდვილად თქვენთვის ფინანსური კუთხით რაღაცა პრობლემებს წამდაირიდეთ ისეთ სიტუაციას, სადაც უბრალოდ გექნებათ ზედმეტი გასავალი, ხო, უბრალოდ კონკრეტულად საბუთებთან მიმართებაში მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ნოემბერი ფინანსურად არ გამოაცარიელოთ თქვენი შესაძლებლობები, ხო? გაუფრთხილდით. და რჩევა. რჩევა არის ის, რომ მოვიდეთ დრო, რომ აირჩიოთ გზა, განთავისუფლდეთ სიტუაციებისგან, რომელიც თქვენთვის არის რაღაცა გაურკვეველი მომენტები, რომელსაც ერთ წრეზე ატრიალებთ, როდესაც ადამიანი უბრალოდ ხან თეთრ გზაზე გადის, ხო, ეს რა იტყვი ახლა ხან შავი გზა მაქვსო და თეთრი გზაო. ანუ აქ არის ის მომენტი, როდესაც უნდა აირჩიოთ, ხო, რომ დაასრულოთ ის პერიოდები, რომელიც თქვენთვის ხელოვნურად არის თუ რაღაცა ციკლურად არის და იშრომოთ ამასთან მიმართებაში, ხო, განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ მატერიალური კუთხით გამოასწოროთ თქვენი სიტუაცია. მეორე ვარიანტში ყველაზე მეტი წილი მაინც მოდის მატერიალური მდგომარეობის სიტუაციაზე, ამიტომ თითქოს აი პირადთან მიმართებაშიც გაფრთხილებასთანაც, საჩუქართანაც და თქვენ ენერგიებთანაც ერთად, აი რატომღაც სულ მაქსიმალურად და რჩევასთან ერთად მატერიალური კუთხით რაღაცა გირჩევთ სამყარო, ხო, როგორც ჩანს, ნოემბერი მეორე ვარიანტისთვის აი რაღაც უფრო უნდა გადაერთოთ მატერიალიზმისკენ, ეს არის მოკლედ თქვენი სიტუაცია ნოემბერში. ეს იყო მეორე ვარიანტი და მოდით ვნახოთ ახლა მესამე ვარიანტი, მესამე ვარიანტი რას დაგველაპარაკება, რას გვეტყვის, რას მოიტანს მესამე ვარიანტისთვის ნოემბრის თვე. და მესამე ვარიანტი, ვინც არჩია, ნახოთ, რაც მოიტანს ნოემბრის თვე თქვენთვის.
ვარიანტის. მესამე ვარიანტისთვის რას მოიტანს ნოემბერი თქვენთვის? ვინც აირჩია მესამე ვარიანტი? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვნახოთ თქვენი ზოგადი ენერგიები. რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხით, პირადი ურთიერთობები, რა გაგახარებთ, რას უნდა ერიდოთ და რა თქმა უნდა, თქვენთვისაც რჩევა მესამე ვარიანტი. რჩევა მესამე ვარიანტისთვის. დავიწყოთ ზოგადი ენერგიები. საკმაოდ ემოციური, რაღაც ესეთი თბილი, ენერგიული, ენერგეტიკულად დადებითი მდგომარეობა გექნებათ. ესე რომ ვთქვათ, ნოემბრის თვეში. აქ ვიღაცისთვის შეიძლება რაღაც უფრო განსაკუთრებით პირად ურთიერთობებთან მიმართებაში რაღაცა პერიოდია, როდესაც ემოციებს ვიღებთ, ხო? თუმცა მე ესე ვიტყოდი, რომ ნოემბერი მაინც როგორც ჩანს ტრანსფორმაციული, ხო, აი იცით როგორი მომენტია. აქ რაღაცა ემოციური მდგომარეობა გექნებათ, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში იწყება ცვლილებების პერიოდი. ცვლილებების პერიოდი რასთან მიმართებაში, ხო? ანუ ცხოვრობ, ვთქვათ, კორპუსის ბინაში, მაგრამ მინდა რომ გადავიდე საკუთარ სახლში. და ამაცა უნდა დავიწყო ამაზე ფიქრი. რაღაცნაირად ამ ბოლო დროს ვარ ენერგეტიკულად გამოცვლილი და უნდა დავიწყო მუშაობა საკუთარ თავზე, ვთქვათ, ვიღაცა ფსიქოლოგთან, ან უბრალოდ წავიკითხო ახალი წიგნები და ასე შემდეგ, ხო, რომ ჩემი თავით გამოვიყვანო. მესამე ვარიანტის ენერგეტიკული მდგომარეობა არის ის მდგომარეობა, როდესაც ზოგადი ენერგეტიკული მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ნოემბერში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება, რადიკალურად შეცვალოს თავისი ემოციები. აქამდე თუ ყველას მიმართ იყავით რაღაცა მინდობი, რაღაც მაქსიმალურად ენდობოდით, თუნდაც პარტნიორს, თუნდაც მეგობარს, თუნდაც რაღაცა თანამშრომელს. ეხლა აბსოლუტურად ხვდებით, რომ მარტო ესე მინდობლობა არ გამოდის და მე აქ საჭირო არის, რომ რაღაცები რადიკალურად შევცვალო, რადიკალურად ვიმოქმედო და ჩემს ცხოვრებაში ახალი შანსები შემოვიყვანო, ხო? აქამდე რა გეგმითაც და რა სტრუქტურითაც ცხოვრობდი, ეს არ არის გამართლებული, ხო? თქვათ, აქამდე თუ ყველას უთმენდით, ეხლა აღარ მოუთმენთ, ხო? რაღაცა თქვათ, აქამდე თუ ადამიანი გეტყოდათ რაღაც საწყენ სიტყვას და თქვენ უბრალოდ რაღაც გაჩუმდებოდით, ჩაყლაპავდით და იტყოდით, რომ ნუ არა უშავს ხანდახან ეშლება ადამიანს და ასე შემდეგ. ანუ გამართლებას პოულობდით, ეხლა აღარ იცავთ ამას, ეხლა პირიქით. მაქსიმალურად ეცდებით საკუთარი ემოციები დააბალანსოთ, საკუთარ თავს უფრო მეტი პატივისცემთ და მისცეთ საკუთარ თავს ახალი ცხოვრების დაწყების შანსი. ხო, ვიღაცამ შეიძლება რაღაცა 30 წლიანი ქორწინება დაასრულოს, ვიღაცამ 50 წლიანი ერთ ადგილას მუშაობის მდგომარეობა და ანუ ადამიანი თუნდაც სწავლის კუთხენ, თუნდაც რაღაცა არის ადამიანი 40-50 წლის და უცებ გადაწყვიტა, რომ იცი რა, მე აღარ მინდა ვიყო, ვთქვათ, ბუღალტერი და მინდა ვიყო რაღაცა არქიტექტორი, ხო? აი რაღაცა საკმაოდ რადიკალური ცვლილებების მდგომარეობაში ხართ. ნახოთ, ფინანსური კუთხით. ფინანსური კუთხით ესე ვიტყოდი, რომ აქ ეხლა გონს არ ვიცი თქვენ რას აპირებთ და რას გეგმავთ ესეც რადიკალურ ცვლილებებს, მაგრამ ფინანსური კუთხით მე ესე ვიტყოდი, რომ გაიხვალთ იმ მდგომარეობიდან, რომელსაც ქვია ბევრი ხარჯი, დანახარჯი და ასე შემდეგ. თუ აქამდე თქვენ მოდით ესე გეტყვით, 40 წლის შვილს ინახავდით, მიხვდებით, რომ აღარ უნდა შეინახოთ 40 წლის შვილი. 40 წლის კი არა და 20 წლისაც არ უნდა შეინახოთ, ანუ მანაც უნდა შეძლოს რაღაცა თავისი რესურსის მოძიება, ხო? ფინანსურად გექნება შემოსავლები,
გექნებათ საკმაოდ წარმატებული ფინანსური მდგომარეობა, იმიტომ რომ თქვენ შეძლებთ ამ ყველაფრის დაბალანსებას, მაგრამ გეტყვით იმას, რომ თქვენ გადიხართ იმ ზეწოლიდან, რომელსაც ერქვა თქვენს თავზე ყველანაირი პასუხისმგებლობის აღება, თქვენს თავზე ყველანაირი და ყველა ასპექტით ოჯახის შენახვა. ესე ვიტყოდ იმე პირადად. ფინანსურად საკმაოდ შემოსავლიანი პერიოდი გეწყებათ, იმიტომ რომ თქვენ დაიწყებთ თქვენი ფინანსების გაფრთხილებას, თქვენ დაიწყებთ თქვენი რესურსი, თქვენი პატივისცემა. ნახეთ, ზუსტად ეს რადიკალური ცვლილებები, რაც თქვენს ზოგად ენერგიებში ხდება, ზუსტადაც რომ მე რო ვისწავლი ჩემი თავის პატივისცემას და ვიტყვი იმას, რომ იცი რა მე ჩემს შრომას ახლა აქ განსაკუთრებით ემიგრანტების მდგომარეობა შეიძლება ითქვას, ხო, რომ იცი რა მე კი ვაგზავნი, მაგრამ შენ ხელს აღარ აძლევ და შესაბამისად მოდი მე აღარ გამოგიგზავნი ამ ჩემ თანხას მე თვითონ გადავინახავ და ნახე აბა ერთი როგორია თავის რჩენა, რო გგონია რომ შენ რაღაცას აკეთებ. ნუ არ მიწყნეს არავინ, მაგრამ ნუ რაღაცა არის ხო ეს ტენდენცია, რომ სამწუხაროდ დედები, მეუღლეები, წასულები არიან, შრომობენ ძალიან გაუსაწლისი შრომით და აქ ფეხი-ფეხზე გადადებული, ტახტზე წამოწოლილი მამაკაცები და გინდათ ქალბატონები, შვილები, რაღაცა რომელი ბრენდის ჩანთა გამოიწერონ და ვთქვათ, რომელი რესტორანში იქეიფონ, იმას ფიქრობენ, ხო? და აი ზუსტად ეს მომენტია, მიხვდებით ამ ყველაფერს, დაიწყებთ გაანალიზოთ, თქვენი ფინანსები ეგრევე დაიწყებს პატებას. იმიტომ რომ ის ხარჯები, რომელიც თქვენ შეიძლება მისცეთ რესურსი, მაგრამ იმ დონისას აღარ მისცემთ, ხო? აი რაღაცა მინიმალური, რაც აი აუცილებლობას წარმოადგენს და თქვენ უკვე დაინახავთ, რომ თქვენი ფინანსური რესურსი აშკარად რაღაცა წინ იწევს, ხო? იმიტომ რომ დაგრჩათ ის თანხა, რომელიც ამათვის, ვთქვათ, ვიღაცისთვის უნდა მიგეცათ, ვიღაცისთვის უნდა გადაგეხადათ, თუ რაღაცა გაგეცათ, თქვენ დაგრჩათ ეს თანხა და გამოიყენებთ თქვენს თავზე, ხო? რაღაცა ეს მომენტი არის ფინანსური, იცი რომ ფინანსურად გექნებათ შემოსავლები, თავარია აქ რომ გადიხართ იმ სიტუაციიდან, როდესაც თქვენს შრომას უბრალოდ, რა ვიცი, ალბათ არ აფასებენ. პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, არ ვიცი, პირად ურთიერთობასთან მიმართებაში აქ არის საკმაოდ ტკივილი, ცრემლი, შეიძლება რაღაც მომენტში აი რაღაცა არ ვიცი, აი აქ კონკრეტულად თუ არ ვიცი, რატომღაც ესე წამოვიდა, რომ ემიგრანტი, ანუ აქ არის შიშები, აქ არის ტკივილები, აქ არის განცდები, აქ არის დაკარგული დრო, რომელიც ძალიან ნოემბერში მიხვდებით, რომ ის პერიოდი ძალიან დიდი დრო დაკარგეთ, ხო, აი არ ვიცი, მართლა ვიზია ეს გაშლა, მაგრამ რაღაცა რატომღაც წამოვიდა ემიგრანტები, თქო და მე მგონი მართლაც რომ ემიგრანტებზე არის ეს გაშლა, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი ცვლილებები არის თქვენთან და ის ზუსტად ეს თითქოს ეს რაღაცა გაცემის მდგომარეობაც ანუ ადამიანთან შეიძლება ითქვას ასრულებთ ურთიერთობას. ნახეთ, თუ აქ კონკრეტულად არის ის მომენტი, როდესაც მეუღლეს ინახავთ, თქვენ ასრულებთ მეუღლესთან ურთიერთობას, შესაბამისად ფინანსები უკვე თქვენს გინარჩუნდებათ, იმიტომ რომ მეუღლეს აღარ აძლევთ, მაგრამ აქ არის ტკივილები, აქ ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს რაღაცა დიდხნიანი ურთიერთობის დასრულება, დიდხნიანი ურთიერთობის დამთავრება, სადაც ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ, ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ, არა მარტო ფინანსური, არამედ სულიერი მდგომარეობა, გვერდში დგომა, თანადგომა და ასე შემდეგ და მივიღეთ რაღაცა დარტყმა. სამწუხაროდ მესამე ვარიანტი პირად ურთიერთობასთან მიმართებაში ცოტა სიმძიმის მდგომარეობა არის. დანაკარგები და გაუმართლებელი ვიღაცისთვის შეიძლება ეს უბრალოდ მეუღლე არ იყოს და იყოს რაღაცა დიდხნიანი ურთიერთობა, ხო? ან უბრალოდ ვიღაცა კონკრეტული ადამიანი, რომელიც თქვა დაოჯახებულია და რაღაცა სამკუთხედი მომენტი იყო და შესაბამისად ეს სიტუაცია სრულდება. რა გაგახარებთ? აქტიურობა. ნახეთ, აქ გაგახარებთ ის მომენტი, რომ რაღაცა ინფორმაციას გაიგებთ, რომელიც თქვენთვის შეიძლება იყოს რაღაცა
საინტერესო სასიამოვნო თქვენ გაგახარებთ ის მომენტი, როდესაც მიხვდებით, რომ მარტო არ ხართ, როდესაც თქვენს გარშემო არიან ადამიანები, რომელსაც სიმშვიდე მოგაგდა. არ ვიცი რატომღაც ვფიქრობ, რომ თქვენ გაგახარებთ ის მომენტიც, რომ დასრულდება თქვენი რაღაცა მდგომარეობა და წინ წაიწევს ანუ აქ უფრო მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გაგახარებთ, არ ვიცი რატომღაც ეს მომენტი მოდის აქ თითქოს და მიხვდებით, რომ არ ხართ მარტო, ხო თქვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც არ გტოვებენ, რომლებიც არიან თქვენი მეგობრები, თქვენი ოჯახი, ხა თუ აქ ვიღაცას კონკრეტულად ისეთი სიტუაცია აქვს, რომ მასაც ყავდა ოჯახი და ვთქვათ ან უბრალოდ ოჯახს ასრულებს, მაინც ექნება ის განცდა, რომ აქ გაგახართ, რომ თქვენი შვილები დაგიდგები ამ გვერდში, ხო? ანუ ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიძვრება თქვენი ეტაპი ცხოვრების რაღაცა ისეთი ინფორმაციების მოგივა და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებისგან, რომლებისგანაც არ ელოდებოდით, ვთქვათ, რაღაცა თანადგომას ესენიც კი დაგიდგნენ, ხო, გვერდში, ან შესაძლებელი რაღაცა წარსულის ადამიანი გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც დაგიდგება და გაგრძნობინებთ, რომ ყველაფერი რიგზეა და თქვენთან ერთად ითანამშრომლობს და თქვენთან ერთად რაღაცა ახალ საწყისებს მოგცემთ. ყოველ შემთხვევაში კარგი ემოციური მდგომარეობა წამოვა და სამყარო ამას მოგცემთ, მაგრამ ნუ აქ ნოემბერში გექნებათ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში რაღაცა პრობლემატური მდგომარეობა, მაგრამ მარტო არ ხართ, ეგ იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. რას უნდა ერიდოთ? რას უნდა ერიდოთ? უეცარ მკაცრ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება მოგიტანოთ ზიანი. რას უნდა ერიდოთ? ხო, ანუ ნახეთ, აქ უეცარ გადაწყვეტილებებს უნდა ერიდოთ, უეცარ ემოციებს უნდა ერიდოთ. ნახეთ, ვიღაცამ ვიღაცის ჯინაზე ხანდახან არის ხოლმე, რომ ურთიერთობას იწყებენ ვიღაცის გამო და მერე უფრო რთულ პერიოდს გადიან. ნახეთ, როგორ მომენტს ვიძახი, ანუ გავბრაზდი, გავიგე, რომ ჩემ პარტნიორს ვიღაცა ყავს, დავშორდით, მეტკინა, ვიტირე და თქვათ უცბად გამოჩნდა ადამიანი, რომელიც და აქ გამოჩნდება კიდევაც და გაგახარებთ ეს მომენტი, მაგრამ ნახეთ, თან ამავდროულად ამ ყველაფერს უნდა ერიდოთ, რომ უეცარი ზედმეტად ემოციური გადაწყვეტილება არ მიიღოთ, რომ იგივე ციკლი არ გამეორდეს, ხო, რაღაცა პერიოდის მერე არ მოხდეს ისევე დანაკარგი და არ მოხდეს ისევ თქვენი გულის ტკენა, იმიტომ რომ აქ შეიძლება რაღაცა გამოგრჩეთ რაღაც მომენტები. კი, ადამიანი მოვა, დაგეხმარებათ, მაგრამ ნახეთ, ყველა ადამიანი არ მოდის ჩვენს ცხოვრებაში დასარჩენად. არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში მოდიან იმისთვის, რომ ის რაღაცა კონკრეტული პერიოდი გადავიტანოთ, ხო, ხა, როდესაც თქვათ რთული პერიოდი გვაქვს, სუმაკას ვიძახო, ხო, მერთი ესე არ ჩამოდის და ხელს არ გიწვდის, რომ აბა წამოშვილო ჩემო და მე მოგეხმარები, ის გიგზავნის კონკრეტულად ვინმე ადამიანს რაღაცა სიტუაციას, რითაც გამოყავხარ ამ სიტუაციიდან, მაგრამ მე ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან ქრება, ჩემი ცხოვრებიდან ქრება, ხო? უბრალოდ ეს არის იმ კონკრეტული პერიოდის და მდგომარეობიდან გამოსაყვანი ხელი, რომელსაც გვიწვდის უფალი. და რჩევა. იყავით დაკვრებული, არაფერი არ აკეთოთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაღაცა ესეთ ემოციური მდგომარეობით, ხო, რაღაცა აფექტური მდგომარეობით, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღოთ, არც წასვლის, არც დარჩენის, არც რაღაცა ესეთი მომენტების, მაქსიმალად ეცადეთ, რომ დაიცვათ საკუთარი სურვილები, საკუთარი თავი, ცოტა ხანი ესე ვიტყოდი, რომ გაერიდეთ კიდევაც ყველა სიტუაციას, დაფიქრდით და ისე მიიღეთ ყველა გადაწყვეტილება, იმიტომ რომ შეიძლება დაუფიქრებელმა ნაბიჯმა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამოგაყოფინოთ ისეთ სიტუაციაში თავი, რომელიც თქვენთვის არ თუ ისე სახარბიელო იქნება, ხო? მაინც გადახედეთ და დააკვირდით სიტუაციებს, ისე არ იმოქმედოთ, ისე არ გააკეთოთ არც ერთი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, კარგია ცვლილებები,
ძალიან კარგია რაღაცა ესეთი სწორი მიმართულების მიღება, მაგრამ აი სწორი მიმართულების მიღება დაფიქრებით, გაანალიზებით და საკუთარ თავთან კარგად მუშაობით უნდა გააკეთოთ. ხო, ხანდახან შეიძლება არ ვიცი ხო ვიღაცისთვის ტაროლოგი გახდეს რაღაც მიმართულების მიცემი, ვიღაცისთვის ფსიქოლოგი, ყოველ შემთხვევაში ან ვიღაცისთვის უბრალოდ მეგობარიც, რომელიც რაღაცნაირად ცოტა გვერდიდან შეგახედებთ ამა თუ იმ სიტუაციას, ხო? აი ეს მომენტი არის მესამე ვარიანტი. მოკლედ ესეთ გამოვიდა 3 ვარიანტი ნოემბრისთვის ტენდენციები. მე რა თქმა უნდა ბედნიერებას გისურვებ თითოეულ თქვენთანგან, სიმშვიდეს, სიწყნარეს, სტაბილურობას, მატერიალურ წინსვლას, კეთილდღეობას, სიყვარულში ბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს. დროებით.